ორი ქალიშვილის მამა ბრძანდებით. მეც ორი ქალიშვილის მამა ვარ. უფროსი გოგონა ეხლა შევიდა გარდატეხის ასაკში. რა რჩევებს მომცემდით მე როგორც გოგონების მამას გარდატეხის ასაკში რა უნდა გავითვალისწინო? პირველი. ეს მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია და ასე ვთქვათ, იჩქარებენ გათხოვებას. ეს თალსახა, მე არ ვიზახი ამას, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მამას აქვს, ასე ვთქვათ, ეს პრობლემა, ეს გარკვეული, ასე ვთქვათ, წუხილი, მაგრამ იჩქარებენ გათხოვებას, მოასწრებენ. აუცილებლად მიხედონ თავის ცხოვრებას, თავის სწავლას, თავის მომავალს, გათხოვებას მოასწრებენ. რატომღაც ფიქრობენ, რომ არ იქა. და მართლაც ეგრე იყო, ხა ჩემ ახალგაზრდობაში ქალბატონი თუ იყო, თქვათ, უკვე 25 წლის, მორჩა გათავებული იყო მაგის საქმე. ესეთი კარგად ესეთი, ასე ვთქვათ, ესეთი მიდგომა იყო. ეხლა რადიკალურად შეიცვალა მოგეხსენებათ, უკვე არასოდეს არ არის გვიანი, არც საბედნიეროდ მანდილოს ქალბატონები ჩქარობენ, უფრო, ასე ვთქვათ, დალაგებულად, უფრო ფიქრობენ თავის კარიერაზე, კარიერულ ზრდაზე, მაგრამ აქაც არის რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, პრობლემა. შეიძლება გაეპაროთ. ნამეტანი გადაყვნენ თავის კარიერას და მერე შეიძლება გაეპაროთ ის მომენტი, როცა აქვთ კაი შესაძლებლობა ოჯახის შექმნის და ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ყველაზე მთავარი ძირითადი რჩევა იქნება ეს არ იჩქაროთ. ცხოვრება წინა გაქვს.